რაც უფრო ნაკლებია კერძო საკუთრება, მით უფრო სუსტდება კერძო საკუთრებითი აზროვნება. თუ არ იქნება კერძო საკუთრება საერთოდ, მაშინ ეს აზროვნება კი არ დაიკარგება ზოგადად, მაგრამ მას არ იქნება გამოცდილება იმდენად საკმარისი, რომ ყველა ხვდებოდეს რა არის სწორი და რა არ არის სწორი. მე მაგალითად, როცა მოთარავანთქრის ბოლო ხანებში ჩავუფიქრდი, უფრო ეს დავინახე, რომ ამას მოქმედება ჭირდება, რომ ამას მიაღწიო ასეთ მდგომარეობას, რომ დაცულობა იყოს საქმული ნორმად და არა რაღაც ექსტრაორდინალურ შემთხვევად. ახლა ჩვენს ბავშვობაში ეს უფრო ექსტრაორდინალურად ჩანდა, რომ კომბალი გადმოიღო და სდრუზა. და არა ის, რომ ხო ეს ჩვეულებრივი მოდელია. თუმცა მე მაგალითად ჩვენც ვნახეთ ეს ახალ ზელანდიაში ერთად როდესაც მოგზაურობდით, რომ იქ ეს მოდელი ძალიან კაფიოდ და მკაცრად მუშაობს, რომ სვის საკუთრებაში, სვის მიწაზე თუ შეხვალ, კაცრად დაიჯები. ამ პოლიციას გამოიძახებენ და დაგჭიან, ან შეიძლება უფრო სწრაფი ზომების განახორციელონ შენ წინააღმდეგ